საქართველოს იმედის ხატის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადაბრძანებამდე 2 დღით ადრე თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია. ისტორიული მნიშვნელობის ხატის ერთ მხარეზე მუშაობა დამთავრდა. მიუხედავად ამისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამ ოთახში დღეში რამდენჯერმე შემობრძანდება და უძვირფასესი ხატის შემქმნელებს მითითებებს აძლევს. აქ ყველა წმინდანის გამოსახულება, ჩუქურთმა, ორნამენტი თუ ძვირფასი ქვა უშუალოდ მისი ლოცვა კურთხევით კეთდება. ეს ბრილიანტის ბეჭედი არ ეხორდა. ხატი იმედისაი, ასე უწოდა საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა ამ სიწმინდეს და მართლაც მასზე ისინი არიან გამოსახულები, ვისი ლოცვითა და მეუხებითაც საქართველო 21 საუკუნემდე მოვიდა. 2009 წელს ფოკის დედათა მონასტერთან არსებულ სახელოსნოში რამდენიმე ადამიანს იდეა დაებადა, წმინდა სამება ტიხრულ მინანქარში შეექმნათ. შემდეგ ეს აზრი მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გაუზიარეს. საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა იდეის ავტორებს შესთავაზა წმინდა სამებასთან ერთად ამ ხატზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, სვეტიცხოველი და ქართველი წმინდანებიც გამოესახათ. ამავე წლის სექტემბერში უკვე იმედის ხატის სრულყოფილი ესკიზი არსებობდა. ოქტომბრის თვეში კი პირველი ძვირფასეულობა სიწმინდეს კათოლიკოს პატრიარქმა შესწირა. აი უწმინდესი შეწირული გულსა კიდი ბრილიანტებით და სურბუხტებით. სურბუხტის ხატი უწმინდესის ჯვარი. 422 წმინდანის გამოსახულება, დაახლოებით 50 კილოგრამი ოქრო და ძვირფასი ქვები, უნიკალური ხატი საქართველოს ისტორიაში და ერთ-ერთი საუკეთესო ქრისტიანულ სამყაროში. ამ სიწმინდეს უკვე ასე აფასებენ. უნიკალურ შესრულებასთან ერთად განსაკუთრებით საინტერესოდ მისი შინაარსი იკითხება. საქართველო გაქრისტიანებიდან დღემდე, ღირსი მამები, წმინდანად შერაცხული მეფეები და კათოლიკოს პატრიარქები. ამ ხატზე ყველა ის წმინდანია გამოსახული, ვინც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა დროს საკუთარ თავზე აიღეს ერის უმთავრესი გადაწყვეტილებები და ქრისტიანობის გადარჩენა. ამ სიწმინდეს მთელი საქართველოს სულიერი ისტორია ახსოვს. ზევით თახში არის ყოვლადწმინდა სამების ხატი. მის გარშემო არის სერაფიმი და ქერუბიმი. ქვევით მთავარანგელოზთა დასია, 9 მთავარანგელოზი. შუა გულში ხატის არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრბით იესო ქრისტეთი. მის გარშემო არიან მთავარანგელოზი მიქაელი და მთავარანგელოზი გაბრიელი. მარჯვენა მხარეს წმინდა გიორგი, ანდრია პირველწოდებული, წმინდა ნიკოლოზი და წმინდა ნინო, განსაკუთრებულად მფარველები საქართველოსიდან. ქვევით მიტრა საპატრიარქო და სვეტიცხოველი, რომელიც მთავარანგელოზს უპირახებდა. და მარჯვენა მხარეს არიან ღირსი მამები, იოანე ზედაზნელი, შიომ გვიმელი, ანტონ მარტყოფელი და სხვა უპირატესნი და მარჯვენა მხარეს საერნო პირნი მეფენი, დედოფალი, დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი, თამარ მეფე, დიმიტრი, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი. აი მუხლმოდრეკით ქვევით არის დედოფალი ნანა და დედოფალი მირიანი სვეტის წინაშე. და ქვევით მუხლმოდრეკით არის სიდონია, რომელსაც უყურია კვართი. არიან 12 მოციქული და 70-დან კიდე და აი მარცხენა მხარეს ხატიდან არიან წინასწარმეტყველები. დავით მეფსალმონია, ილია წინასწარმეტყველი. საქართველოს იმედის ხატი სიგრძესა და სიგანიში 2 მეტრია და მას ზუსტად ისეთივე ფორმა აქვს, როგორც ხახულის კარეთს. ხატის მარჯვენა კარეთზე არიან საქართველოს პატრიარქები გამოსახული. ქვევით ღირსი მამები. მარცხენა კარეთზე ასევე ღირსი მამების წმინდა ნინოს მშობლები, ზაბულონი და სოსანა. ქვევით არიან 100,000 მოწამე. აი მათი შარავანდედები უბრალოდ ყველანი არ არის. და აი ეს პატარა ოთხკუთხედი ხატები არის ქართველი წმინდანები. წმინდა ცოტნე დადიანი, გიორგი და იოანე მხეიძეები.
ტიხრული მინანქრის ტექნიკა, რითაც ეს ხატი მზადდებოდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესია. ურთულესია ის ჭედურობაც, რომელიც ხატს ამშვენებს. ოპიზრების მსგავსი ორნამენტები და ჩუქურთმები, სხვადასხვა საუკუნეებში შექმნილი ჭედურობის ასლები ოსტატებმა საქართველოს იმედის ხატშიც გამოიყენეს. როგორც თვითონ ამბობენ, ეს წარსულის ნოსტალგიური გამეორება კი არა, მისი შემოქმედებითი ერთგულებაა. ტიხრული მინანქარის ტიხრის სიმაღლე არის მილიმეტრი და 2. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში და ძალიან ხშირი არის მასში ტიხარი, ანუ ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული. ყველაზე დიდი მსგავსება ამ ხატს არა შესრულებით, არამედ შინაარსით. მიხეილ საბინინის ხატ საქართველოს დიდებასთან აქვს. უფლის კვართის საქართველოში ჩამობრძანების ისტორია, ისევე როგორც საბინინის ხატში, აქაც კარგად იკითხება. თუმცა კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა სიდონია ახლად შექმნილ სიწმინდეზე მუხლმოყრილია და არა მიცვალებული. ახალი, ახლად შექმნილი ხატი საქართველოს იმედი არის გაგრძელება იმ ხატის კომპოზიციისა, რომელიც შექმნა საბინინმა და მას ეწოდება საქართველოს დიდება. თავარი აზრი შინაარსი ამ საბინინის მიერ შექმნილი ხატისა გახლავთ ის, რომ მან ერთად შეკრიბა საქართველოს ეკლესიის წმინდანები და უდიდესი სიწმინდეების გარშემო, უფლის კვართისა და სვეტიცხოვლის გარშემო ისინი გაერთიანა. ასეთი ხატების შექმნის პრაქტიკა არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში, როცა სხვადასხვა შინაარსის ზეციურ ძალთა კრება, სხვადასხვა სამონასტრო, ასე ვთქვათ, მამათა კრება, ათონის მამათა კრება და სადაც აი სხვადასხვა ნიშნით, ადგილობრივი ეკლესიების ნიშნით, მონასტრული ნიშნით ერთიანდებიან წმინდანები. ბუნებრივია ქართველ წმინდანთა კრება, კრებული ერთად ეს არის ჩვენი ზეციური მფარველების მიმართ ერთდროულად, ესე იგი, მიმართვა, მათ მიმართ ლოცვა და განცდა იმისა, რომ რაოდენ დიდია აი ამ კრებულის, ასე ვთქვათ, ერთობლივი ძალისხმევა და ერთობლივი შეწევნა. აი როცა შენ ხედავ ამ ერთად გაერთიანებულ შენს ზეციურ მფარველებს, შენ განსაკუთრებულად აღიქვამ იმ შეწევნას, რომელიც გააქვს ზეციური მფარველებისგან. 2009 წლიდან ბოლო პერიოდამდე ხატის შექმნის საორგანიზაციო საკითხებს რამდენიმე ადამიანთან ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს უდიდესი საქმე ასევე უდიდესი მოკრძალებითა და ხმაურის გარეშე კეთდებოდა. ხატი ორმხრივია, უკვე ცნობილია როგორი იქნება მისი მეორე მხარე. მასზე წმინდა ანტონ დიდი, იოანე ოქროპირი, სერაფიმე საროველი და სხვა წმინდანები იქნებიან. გვერდებზე მცირე ზომის, ასევე მინანქარში შესრულებული მსოფლიო და ქართველი წმინდანების ხატები გამოისახება. შუაში კი იქნება გამშვენებული ოქროს ჯვარი, რომელსაც ახალი და ძველი აღთქმიდან ამონარიდებს წააწერენ. ამბობენ, რომ ამ ხატის აღქმა იქ იწყება, სადაც მთავრდება მიმოხილვა, შეფასებები. ადგილი არა აქვს კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს. იმასაც ამბობენ, რომ მისი შეხედვისას ემოციები ისევე მშვიდდება, როგორც ეს ოქრომჭედლის ხელში. ყველა ერის სულიერი ცხოვრება მსოფლიო კალენდარსაც მიყვება და საკუთარსაც. საკუთარ კალენდარში კი ქართველებმა დღეს კიდევ ერთი გამორჩეული დღე ჩაინიშნეს. სიონის საპატრიარქო ტაძრიდან ლოცვითი მსვლელობით ხატი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრში მიაბრძანეს, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კვლავ პარაკლისი გადაიხადა. ხატი საქართველოს იმედი საკურთხევლის მარცხენა მხარეს დააბრძანეს. ბოლო ორ თვეში რაღაც ასწაული მოხდა, რომ პატრიარქის კურთხევით უნდა მოგვესწრო 25 დეკემბრისათვის, პატრიარქის ინტრონიზაციის დღისათვის. და აი უფალი გვეხმარებოდა, შეიძლება სხვა რა უნდა ვთქვა. ორ თვეში შეუძლებელია რომ ესეთი რამე მოასწრო. სამების საპატრიარქო ტაძრში შეკრებილ მრევლს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საყოველთაოდ სასიხარულო დღემიულոցა და ხატის საქართველოს იმედის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიდება უფალს და მადლობა უფალს, რომ ჩვენ გავხადათ ისი.
რომ შექმნილიყო ეს ხატი. ამ ხატს ეწოდება საქართველოს იმედი. ეს ხატი იქნება ღვთისმადლი და ძალით სასწაულთ მოხვედი და ყოველი ადამიანი, რომელიც სარწმუნოებით, სიმდაბლით, სიყვარულით მოვა ამ ხატთან, მას აღუსრულდება თხოვა მისი და ლოცვა მისი. ამ ხატის მადლით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამ ხატის მადლით ღმერთმა დააბრუნოს ჩვენი ქართველი ხალხი უცხოეთიდან საქართველოში. ამ ხატის მადლით ღმერთმა გვაცხოვნოს ჩვენ. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.